ხელფასი რა იმდენი უნდა იყოს ჯარში, რომ ხალხს უნდა ჯარში წასვლა. იმ ხალხს, რომელსაც ზოგადად ეს საქმიანობა მოწონს. კვალიფიციურ ადამიანს უნდა კონდეს კარგი ხელფასი. კვალიფიციურ ადამიანს ყველაფერში, რა მნიშვნელობა, რაღაცაში არის კვალიფიციური, მას უნდა კონდეს კარგი ანაზღაურება. თუ კარგი ანაზღაურება არ აქვს, მაშინ არ გააჩნია არანაირი სტიმული, რომ იყოს კარგი სპეციალისტი. თუ ჯარისკაცი კვალიფიციურია, მეორე არის მანქანის ხელოსანია. მანქანის ორივე საჭირო პროფესიაა ადამიანებისთვის. კვალიფიციური მანქანის ხელოსანი კარგ ფულს შოულობს, იმიტომ რომ ზოგადად დეფიციტია კარგი ხელოსნები. კარგმა ჯარისკაცმაც არანაკლები ფული უნდა იშოვოს. უბრალოდ ამოცანა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არასდროს არ ყოფილა კარგი ჯარისკაცი. ამოცანა იყო უფასო ჯარისკაცი. და უფასო არ შეიძლება, ჩემი დაკვირვებით, არ შეიძლება უფასო იყოს, უფასოობა იყოს ხარისხის სტანდარტი. არ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება რაღაცას უფასო თან დაბალ ანაზღაურებით აკეთებდეს და ჩვენ ეს ადამიანი მიგვაჩნდეს კვალიფიციურად. კვალიფიციური ადამიანები ასე არ იქცევიან. ამ რაღაცა ქცევის გამართლება იმითი რომ პატრიოტიზმმა უნდა გააკეთოს ის რომ ადამიანი უფასოდან დაბალ ანაზღაურებით მუშაობდეს, ჩემი აზრით ეს არასწორია. პირიქით, ჩვენ უნდა წავახალისოთ, რომ ადამიანები პატრიოტები იყვნენ და ეს ნიშნავდეს მათ შორის მათგან რაღაც საქმის ხარისხიანად კეთებას და ჩვენგან როგორც საზოგადოებისგან კარგად დაფასებას.